მართლმადიდებელი სამყარო დღეს ილიაობას აღნიშნავს 2 აგვისტოს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მფარველი ანგელოზის წმინდა ელია წინასწარმეტყველის ხსენების დღეა. საზეიმო წირვა პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში წმინდა სინოდის წევრებთან ერთად ჩაატარა. მფარველი ანგელოზის დღე უწმინდეს დღეს ქალაქის მერმა და რეგიონული განვითარების მინისტრმა მიულოცეს. პატრიარქმა რამაზ ნიკოლაიშვილი ერისა და ეკლესიის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისთვის სიგელით დააჯილდოვა. არის ადამიანი, რომელსაც არ შეუძლია სიკეთის გარეშე ყოფნა. და არის ადამიანი, რომელსაც არ შეუძლია რომ ბოროტება არ აკეთოს. აი ჩვენ უნდა გქონდეს კავშირი იმასთან, იმ ადამიანებთან, რომელნიც სიკეთის გზაზე დგანან. აი დღეს თქვენ შორის ბრძანდება ასეთი ცნობილი პიროვნება, როგორიც არის ბატონი რამაზი ნიკოლაიშვილი. თქვენ ყველანი იცნობთ, ეს ერთ-ერთი მინისტრია და მე მინდა მას მადლობა მოვახსენო იმ დიდი საქმეებისათვის, რასაც თქვენ აკეთებთ ჩვენი პატრიარქის სიტყვები ჩემ მართ ამაღელვებელი იყო და მნიშვნელოვანი იყო და თავისთავად ეს ჩემ პასუხისგებლობას ერის წინაშე 1-2 ზრდის და მე მაქსიმალურად შევეცდები, რომ ჩემი ცხოვრებით, ყოველდღიური ცხოვრებით და ზოგადადაც ვემსახურო ჩემ ქართველ ხალხს. ამიტომ კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ და დიდი მადლობა პატრიარქს ამ თბილი და კიდევ ერთხელ ვიძახით ჩემთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი სიტყვებისთვის. ჩემი ცხოვრების წესიდან გამომდინარე მისი მხარდაჭერა ჩემს ძალიან მნიშვნელოვანია.